რა გამოწვევებია და როგორ უნდა გავაგრძელოთ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება. Ვისი პასუხისმგებლობაა სურსათის უვნებლობა? მომხმარებლის ბიზნესის თუ სახელმწიფოსი? შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ან გვიყურეთ ინტერნეტში. იყავით ინფორმირებული და იცხოვრეთ უსაფრთხოდ. Აღმშვიდობის დღე შაბათია და ტრადიციულად 18 საათსა და 18 წუთზე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ. საუბრობთ სურსათის უვნებლობაზე, უკვე მე-18 გადაცემაა და დღეს აქვე თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ დღეს გვაქვს შემაჯამებელი გადაცემა. დღეს აბსოლუტურად ყველაფერზე ვისაუბრებთ, რაც აუცილებელი, მნიშვნელოვანი და ცხადია, გასათვალისწინებელია. მე ამ გადაცემის წამყვანი სოფია ხუსიშვილი ვარ, სანამ წარმოგიდგენ სტუმრებს, ორივე სიტყვით გეტყვით ზოგადად გადაცემის შესახებ. აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აებ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში NPARD 4-ის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარზე სრულიად პასუხისმგებელი აებ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ჩვენი ყველა გადაცემა ნახეთ ვებგვერდზე რადიო ათინათი წერტილეჯი ლაივ რეჟიმში გვიყურეთ. Facebook-ზე რადიო ათინათი, ასევე გვისმინეთ 105-9-ზე და ასევე შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზეც. აქ შეგიძლიათ კომენტარის სახით დატოვოთ ლაივის ქვეშ. დღეს ძალიან ბევრს და საინტერესო ამბავს მოგიყვებით პირდაპირ ეთერში. განვლოს რაზეც ვისაუბრეთ, ყავდა არაერთი სტუმარი და ზოგადად მიმოვიხილავთ ფაქტურად მთელს აი ამ გადაცემათა ციკლს. დღევანდელი თემა კონკრეტულად არის სურსათის უვნებლობა, ყველას პასუხისმგებლობაა და ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უნდა გადავინაწილოთ ყველამ ჩვენი ფუნქცია იმისთვის, რომ შედეგი დადგეს. მოკლედ, სურსათის უვნებლობის შესახებ ჩვენი ციკლის შემაჯამებელ გადაცემაში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც ძალიან კარგად დაემთხვა სხვათა შორის. აქ სტუმრებს გეტყვი და შემდეგ სტუმრებთან ერთად მინდა ზოგადად ვისაუბრო ამ თემაზე. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან აებ სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, ეკონომისტი, პროექტის დირექტორი თენგიზ ჯგუშია და სოციალური მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი ჯამბულ ნაჭყებია. საღამომშვიდობის. გესალმებით ბატონებო, მიხარია რომ ისევ შევიკრიბეთ დღეს საღამოს და დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს. მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა და ძალიან კარგად დაემთხვა შემაჯამებელი გადაცემაც. და ფაქტობრივად უნდა მივობიხილოთ მთელი ეს 12 გადაცემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისაუბრეთ არაერთ სტუმართან და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გასაკეთებელი ცირადით მაინც გავაკეთეთ და მაყურებლამდე და მსმენელამდე მივიტანეთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ნიშა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მართლა ყველამ ვიზრუნო და კონკრეტულად ერთი ვიღაცის ფუნქცია და როლი არ არის სურსათის უვნებლობა და ეს იყო ინტენსიური ხასიათის მაგრამ ფიქრობ ძალოვო ჯამში მეტად სასარგებლო რუბრიკა და ციკლი გადაცემათა იმდენად რამდენადაც ხელი შეუწყო ყველაზე მთავარს, რაც დეფიციტურია ჩვენ საზოგადოებაში, მოთხოვნის ვექტორის გაზრდას უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის კუთხით და გადაცემათა ციკლმა მოიცვა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არაერთი სეგმენტი ბიზნეს ოპერატორების, მეწარმეების, სპეციალისტების, სურსათის სფეროთი დაინტერესებული სხვადასხვა კატეგორიის და ეს არის პირველი, მაგრამ ძალიან მდგრადი ნაბიჯები იმისთვის, რომ სურსათის უვნებლობა გახდეს ჩვენ ყოველდღიური დინამიკის დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი. სხვათა შორის მე-13 გადაცემაში განვიხილეთ სურსათის უსაფრთხოების ბევრი ასპექტი, სწორი კვება, საკვების ეტიკეტირება, ევროკავშირის სტანდარტები და სხვა. აი როგორ შეაფასებდით ჩვენს მიერ განხილულ მთავარ საკითხებს, თუნდაც წინა გადაცემისას? ძალიან კარგი ინფორმაცია მიაწოდეთ მაყურებელს, ვინც მსმენელს, ვინც არ იცის. გილოცავთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისეთივე საინტერესო და განსაკუთრებული დატვირთვის დღე გახდება კვალობაზე იმის და შესაბამისად იმის, რამდენადაც წინ წავიწევთ ჩვენ ევროპული ფასეულობებისკენ და მომხმარებლის უფლებები გახდება ყველასთვის, რა ვიცი, განსაკუთრებული ინსტრუმენტარი იმისთვის, რომ დაიცვა საკუთარი თავი. თაშნამ და თენარე ბატონ ჯამბულ მომახმარებელების შულობაშ, თხილვაშ ოირქიანე დღა. ჩიარძორეთ მომხმარებლებს სხვადასხვა გიოწურაფუებით და კუნთხუთ და
ყველას ულოცავ და ყოველთვის ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დაცული მომხმარებლები. ეს 15 მარტი სხვა შორის ერთ იმას გავაკეთე პატარა რემარკას პასას იმასთან დაკავშირებით, რომ 1962 წელს პირველად იქნა დაფუძნებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეს მიდგომა და ინიციატორი თქვენ წარმოიდგინეთ გახლდათ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი ჯონ კენედი თავისი ძალიან სერიოზული მიდგომების გახმოვანებით 1962 წელს სწორედ მომხმარებლის უფლებების კუთხით აქცენტირებით გამოირჩა ეს ყველაფერი. მას შემდეგ იხვეწება ეს მომხმარებელთა უფლებები, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ერთჯერადი საკითხი, უწყვეტ პროცესად ჩამოყალიბდება და ყოველთვის იქნება უწყვეტი პროცესი, რომელიც მუდმივად საჭიროებს სრულყოფას, იმიტომ რომ იზრდება გემოვნება, დამოკიდებულება, მოთხოვნები მომხმარებლის, იცვლება თამაშის წესები, საერთაშორისო აქტორებს შორის, ყველა სფეროში მოხმარების და შესაბამისად უწყვეტი პროცესია, მაგრამ მაინც გამოიკვეთა დღეის მდგომარეობით, ამოცემულობით მთავარი უფლებები მომხმარებლის და ძალიან მოკლედ ვიტყვე ეს უფლებები არის, რომელიც ყოველთვის უნდა ახსოვდეს მომხმარებელს, ეს არის პირველი ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო და აუცილებელ პროდუქციასა და მომსახურებაზე, ინკლუზიურობა, რა თქმა უნდა, რაც გულისხმობს მომხმარებელთა მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას და დაცვას, უსაფრთხოება პირველ რიგში ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკების გათვალისწინებით უსაფრთხოება, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესების დაცვა, რომ არ იქნას მომხმარებელი მოტყუებული და არ მიაგდეს მას მატერიალური ზარალი და მაინც ესე ვიტყოდი, მაინც ესეთი ალფა უფლება, ეს არის ინფორმირებულობა, რომ მომხმარებელი ყოველთვის ფლობდეს სრულფასოვან ამომწურავ ინფორმაციას, იმიტომ რომ შეეძლოს შესაბამისი არჩევანის გაკეთება. თქვენ ალბათ იგულისხმეთ სათანადო კვების უფლებაც, ხო? სათანადო კვებაც. სათანადო კვება სწორედაც რომ განხილულია დღევანდელ თანამედროვე განვითარებულ სამყაროში უფლების რანგში განხილება სათანადო კვება და ეს არის ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლება, იმიტომ რომ სურსათის უვნებლობა დგას არა მხოლოდ სათანადო კვების უზრუნველყოფაზე, არამედ უვნებელი სურსათის უზრუნველყოფაზე მომხმარებლის. ევროკავშირმა ძალიან დიდი გზა გაიარა, მოკლედ ვიტყვი და საქართველოში გადადგმული ნაბიჯებიდან გამოვყოფთ იმას, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ ამ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს არსებობის რეტროსპექტივაში, რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, არ იყო ესე ადვილი, 2012 წლამდე მოქმედებდა ძველი კანონი სურსათის უვნებლობის, გაუქმდა ეს კანონი, იმიტომ რომ უკვე ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ ახალ სტანდარტებს და 2022 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელიც იმავე წლის 22 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა და ეს მოხდა პირველ რიგში ასოცირებით გათვალისწინებული შეთანხმებების და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, რაც მართლა ეპოქალური მნიშვნელობის ნაბიჯი იყო, უნდა მიგვეღო ეს კანონი, სხვა გზა არ იყო და მიღებული იქნა ეს კანონი და შესაბამისად, ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ ეს კანონი არეგულირებს აბსოლუტურად ყველაფერს, ჰარმონიზირებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და დღეს საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად კანონმდებლობის სფეროში იგივე მოცემულობები გვაქვს პრაქტიკულად როგორიც არის ევროკავშირში. დანარჩენი გასავლელი არის დიდი გზა უკვე ამ კანონის აღსრულების, ამ სხვადასხვა მიმართულებით მეტი დახვეწის, მეტი სრულფასოვანი მიდგომების დანერგვის მიმართულებით, რაშიც მაინც მთავარი აქტორები სახელმწიფო პირველ რიგში, როგორც მთავარი მარეგულირებელი ზედამხედველი, ბიზნესი, როგორც წარმოებელი და მიმწოდებელი და განათლებული, ინფორმირებული, ცნობიერება გაზრდილი მომხმარებელი. ცხადია და აქვე მინდა წავიკითხო სიტყვით, იმიტომ რომ აქ ციფრებთან გვაქვს საქმე. მოკლედ სურსათის უვნებლობა მომხმარებელთა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ამაზე ვსაუბრობთ. მე-12 გადაცემაა უკვე, თუმცა იცოდეთ თუ არა მაყურებელმა, ხოთ შორის თქვენ აღნიშნეთ წინა გადაცემებში და მეც აქვე ვიტყვი დღეს, რადგან დასკვნითი გადაცემაა. სოფლიო მასშტაბით 600 მილიონი ადამიანი ავადდება დაბინძურებული საკვებისგან, ყოველწლიურად 420,000 იღუპება. საშინელი სტატისტიკა. საკვებისგან გამოწვეული
დაავადებების გამო ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ესაა ყოველდღიური გამოწვევა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვაწყდებით. წინა გადაცემებში ცხადია ჩვენ მოვისმინეთ ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების რისკები არაერთხელ, რომლებიც ცხადია მოკლედ ამ შედეგს იწვევენ და მსმენელს ხომ არ შევახსენოთ ბატონ ჯამბო მთავარი საფრთხეები და რომელია ყველაზე კრიტიკული ფაქტორები, რომლებიც მოქალაქეებმა განსაკუთრებით უნდა იცოდნენ. დღეს ეს დღეა, როცა მომხმარებლის უფლებები განსაკუთრებით აქტუალურია და ეს ციფრები, რაც თქვენ მოიყვანეთ, კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რამხელა რისკებს უკავშირდება სურსათის მოხმარება. ამდენი დაავადებული მსოფლიოში, საქართველოში ყოველწლიურად 30-დან 40,000-მდე მერყეობს საკვებისმიერი მოშხამვებით დაავადებულ ადამიანთა რიცხოვნობა და ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ხიზლად საკვებთან მიმართებაში, იმიტომ რომ დაუშვათ თმის ღერი რო აღმოჩნდეს საკვებში, წარმოიდგინეთ რამხელა სკანდალი მოყვება ხოლმე ამას და თმის ღერზე გაცილებით დაუშვათ ისეთი ვირუსები, რომელიც შეიძლება 1000-ჯერ უფრო პატარა იყოს, მაგრამ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს. მაგალითად, ნოროვირუსი პირველ ადგილზეა მსოფლიოში იმ საკვების მიერ დაავადებების გამომწვევ პათოგენთა შორის, მიზეზთა შორის, რაც თქვენ უკვე ახსენეთ. ასევე ბაქტერიები, რომელიც რამდენიმე 1000-ჯერ უფრო ნაკლებია თმის ღერზე და რომლებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში იწვევენ დაავადებებს, ეს 10 მილიონობით განისაზღვრება ასეთი შემთხვევების რაოდენობა. უფრო ნაკლებ საფრთხეს შეიცავენ რაოდენობრივად, მაგრამ თავისი ინტენსივობით და სიმძიმით არანაკლებს ტოქსინები, ისეთი ტოქსინები, რომლებსაც დაუშვათ სოკოები გამოიმუშავებენ, მიკოტოქსინები. 1 მილიონამდე ადამიანი ხდება ამის მსხვერპლი. ანუ ფაქტია, რომ არის სხვადასხვა პათოგენი, რომლებიც იწვევენ ადამიანის დაავადებას და ამ პათოგენების უმეტესი ნაწილი მოდის ცხოველებიდან, ცხოველური წარმოშობისა. დაახლოებით 60% ითვლება, რომ იმ პათოგენების, რაც დაავადების მიზეზი ხდება, ცხოველური წარმოშობისა. უფრო ნაკლები ოდენობით მცენარეული წარმოშობის პათოგენებია, ამიტომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ისეც როგორიცაა ხორცი, ხორცპროდუქტები, ასევე ცხოველურ პროდუქტებს მიეკუთვნება კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები, არის ძალიან მომეტებული რისკის მატარებლები და ამ პროდუქტების შერჩევისას ჩვენს მომხმარებელს მართებს განსაკუთრებული ყურადღება. თვითონ 50% ამ დაავადებების განვითარების მოდის უშუალოდ საკვების დაბინძურებაზე და მეორე 50% ჯამდება შენახვის პირობების დარღვევით, ტრანსპორტირების პირობების დარღვევით, მომზადების მოთხოვნების დარღვევით და ჰიგიენური წესების დარღვევით. ანუ მხოლოდ საკვები არ არის დამნაშავე იმაში, რომ ესე ვრცელდება ეს საკვებისმიერი დაავადებები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ადამიანები როგორ ვიცავთ, იგივე როცა გავრცელდა ცნობილი კორონავირუსი, როგორ მივაქციეთ ყურადღება ჰიგიენის წესებს, ხელების დაბანა გვასწავლის, 20 წამი თუ ასე შემდეგ. ეს არა მარტო კორონავირუსთან მიმართებაში იყო სავალდებულო ეს მიდგომები, არამედ ზოგადად ეს ჩვენი ცხოვრების წესი უნდა გახდეს და არა ერთჯერადი მოვლენა. ამდენად ძალიან ფრთხილი, ფაქიზი მიდგომა უნდა დაწყებული საკვების შერჩევიდან გაგრძელებული თუ როგორ ვინახავთ ამ საკვებს, რა პირობებში, რა ტემპერატურულ რეჟიმში, როგორ ვამზადებთ, საკმარის თერმულ დამუშავებას გადის თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ამ პათოგენების უმეტესობა იღუპება მაღალ ტემპერატურაზე, 70-75 გრადუსზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახში დიასახლის მზარეული შეიარაღებული იყოს კულინარული თერმომეტრით, იმიტომ რომ დაუშვათ საკვებს როცა მზადდება, შიდა ნაწილში ყოველთვის გარეთ შეიძლება შებრაწული იყოს პროდუქტი, დაუშვათ კოჭი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, მაგრამ რამდენად გამომწვარი, ანუ რამდენად მიაღწია იმ სიღრმებამდე მაღალმა ტემპერატურამ, რომ იქ არ დარჩეს მიკრობები, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი.
დიახ, მადლობა დიდი ამწურავი პასუხისთვის. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ გადაცემების მსვლელობისას და ეხლაც რომ სურსათის უვნებლობა მხოლოდ საერთაშორისო პრობლემა არ არის. ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტუალურია. აქვე კვლევაზე მინდა 2 სიტყვით გავამახვილო. ყურადღება 2023 წელს ჩატარებული კვლევით ტესტირებაში ჩაბარებული საკვების 12%-მა ვერ გაიარა სტანდარტების შესაბამისობა. სამხმარებლო ბაზარზე ჯერ კიდევ ხვდებით პროდუქტებს, რომლებზეც საერთოდ არ გააჩნიათ ეტიკეტი ან ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია. მოკლედ ამ შემთხვევაში შედის მომხმარებელი შეცდომაში და ბატონ თეგის ხომ არ ვისაუბრებთ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად. ხო დაცული იყოს მომხმარებელი და შეცდომისგან იყოს დაცული, მაინც პირველი რასაც მომხმარებელი ზოგადი კომუნიკაციისას პროდუქტთან თუ იმ ობიექტთან, სადაც ყიდულობს პროდუქტს, მაინც არის პროდუქტის ეტიკეტი, ხო? პროდუქტის ეტიკეტი არის გვითქვამს სრულფასოვანი პასპორტი ერთგვარი პროდუქტის და მომხმარებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს, ისწავლოს და განახორციელოს ეტიკეტის სწორად წაკითხვა. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს ინგრედიენტების სიას, რომ სრულ ჩამონათვალზე ჰქონდეს რეალური წარმოდგენა, წარმოების და შენახვის ვადები, ცხადია უმნიშვნელოვანესი და მწარმოებელი და წარმოების ადგილი. არაერთ გადაცემაში იქნა წინა გადაცემებში საუბრები წარიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართებით ალერგენები არის დღეს ძალიან ესეთი მარკერი საფრთხისგან თავის დაცვის და მომხმარებელმა უნდა იცოდეს და უნდა მოითხოვოს თუ ინგრედიენტების სიაში შედის თუ არა ალერგენები, რაც უკვე დღევანდელ სამყაროში ძალიან გავრცელებულია, როგორც ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი რისკი ინდივიდუალურად სხვადასხვა, რა ვიცი, ინდივიდუალურია ეს რა თქმა უნდა. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ნატურალურ და ფალსიფიცირებულ პროდუქტებს შორის სხვაობას და წინ უნდა წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტი სრულფასოვნება გჭირდება ყველა აქტორს სურსათის უვნებლობაში, ვინც მონაწილეობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწორად იყოს მომხმარებელი ინფორმირებული და ინფორმაციის სწორად ფლობა არის მთავარი ინსტრუმენტი თავის დაცვის და უსაფრთხოების ევროპაში. დიდი სჯაბაასი მიმდინარეობს იმაზე, გახდეს თუ არა სავალდებულო, მაგრამ ჯერჯერობით ხოლმე სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ხო? შუქნიშნებს, არა, კვებით შუქნიშნებს. კვებით შუქნიშნებს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კვებითი შუქნიშანი იყოს დატანილი ეტიკეტზე და მომხმარებული იყოს ერთმნიშვნელოვნად გაფრთხილებული ნებისმიერ უსაფრთხოებაზე, რომ ერთგვარი პრევენტორი იყოს ეს ინფორმაცია მისთვის. რეზუმირებისთვის ამ ნაწილში ინფორმირებული მომხმარებელი ნიშნავს დაცულ მომხმარებელს და მაქსიმალურად უნდა მოვითხოვოთ ინფორმაცია და მომხმარებელმა უნდა იცოდეს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში როგორ მოიქცეს, ვის მიმართოს და როგორ მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და ასე შემდეგ. მადლობა და არაერთხელ აღვნიშნეთ და დღევანდელი თემაც გახლავთ ის, რომ ყოველს პასუხისმგებლობაა სურსათის უვნებლობა. და ამჯერად ვის ეკისრება, ასე ვთქვათ, ვალდებულება მომხმარებელს, ბიზნესს, სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს სურსათის უვნებლობა. ბატონ ჯამბო, თქვენ გითხავთ ამას. კარგი შეკითხვა. ჩვეულებრივ როცა ვკითხულობთ, ვინ არის პასუხისმგებელი და თუ პასუხობთ ყველა, ზოგჯერ ეს ისე აღიქმება, თითქოს საბოლოო ჯამში მე ყველა ერთმანეთს უყურებს და არის პასუხისმგებლობა გამოდის და ეს არ არის სიტუაცია, როცა ვინმე შეიძლება რამე გადავაბრალოთ, იმიტომ რომ ამ პროცესში მონაწილე, რასაც სურსათის წარმოება, მოხმარება, კონტროლი ქვია, ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. კერძოდ, თავარი პასუხისმგებელი, ძირითადი პასუხისმგებელი მოდის ბიზნესზე, მეწარმეზე, რომელიც აწარმოებს სურსათს. ამ სურსათის რეგულაციებზე და ზედამხედველობაზე, ამ რეგულაციების შესაბამისად არის თუ არა წარმოება, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფო არის კანონმდებელი და მაკონტროლებელი. და რაც შეეხება მთავარ აქტორს, ეს ერთ-ერთ მთავარ აქტორს ჩვენ მომხმარებლებს, ჩვენ გვაქვს უფლებაც და ვალდებულებაც მოვითხოვოთ უვნებელი სურსათი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ მოვითხოვეთ, სხვა დანარჩენი აქტორები ამ პროცესში მონაწილეები შეიძლება, ესე ვთქვათ, იმ დონემდე
არ გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა, მაგრამ როცა მომხმარებელი ამ საკითხს დასვამს განსაკუთრებული აქტუალურობით, მაშინ სხვებიც, სახელმწიფოც და ბიზნესიც ვალდებული ხდებიან პასუხი გასცენ საზოგადოებას. დიახ, ცხადია და აქვე ძალიან ისეთი საინტერესო გადაცემა გქონდა, ერთ-ერთი შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ერთ-ერთი პრაქტიკულ გადაცემაში ვსაუბრობდით იმაზე, როგორ უნდა ავირჩიოთ უვნებელი საკვები. თქვენი აზრით, როგორ უნდა შეამოწმოს მომხმარებელმა პროდუქტი? ბატონ თექის, თქვენ კითხავთ ამას. ხო, ამაზე ვისაუბრეთ, რომ ეტიკეტი უნდა იყოს ესე ვთქვათ მისი მთავარი ფუნდამენტალური მოცემულობა იმისთვის, რომ მიიღოს საუნწურავი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის სწრაფი გაანალიზება მოახერხოს, მოახდინოს და შემდგომ ამის მიხედვით განახორციელოს თავისი მიდგომები და უფლებების დაცვა და შემდეგ ასე რომ ამაზე საუბარი გქონდა და ტექნოლოგიები ამ საკითხზე თუ შეიძლება ბატონ თენგო მე დავამატებდი და უშუალოდ ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა რეალურად ბაზარზე გასაყიდად განთავსებულია სურსათი, რომელსაც არავითარი ეტიკეტი და თანმხლები ინფორმაცია არ გააჩნია. და ესეთ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ვიზუალური შემოწმება პროდუქტის, შესახედაობა, სტრუქტურა, რამდენად ჩვეულებრივია. დაუშვათ აი ეს ბაზრობებზე რო იყიდება სხვადასხვა ხორცს პროდუქტი, რომლის კანი ბზინავს და რაღაც სითხე გამოიყოფა და ასე შემდეგ. ამ ვიზუალითაც უნდა მიხვდეს მომხმარებელი და მყიდველი საქმე გვაქვს ჯანსაღ პროდუქციასთან, თუ უკვე დაწყებულია მიკრობების გამრავლების პროცესი, იმიტომ რომ თუ შესაბამისი გარემო არ არის, თუ შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი არ არის, საკვე პროდუქტში ხშირად ვითარდება ისეთი პროცესები, რომლებიც იწვევს პათოგენების გამრავლებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა ბატონმა ჯამბულმა თქვა, საბოლოო ჯამში აქ წარმოებლების განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ სრულფასოვანი ინფორმაციით აღჭურვონ მომხმარებლებს. ესე იგი, თუ ეტიკეტზე არ არის თანდართული ხორცპროდუქტების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს სრულფასოვანი ინფორმაცია ხო ამ პროდუქტზე და უნებრივია გააჩნდეს უნდა წარმოებელს ეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მიწოდების ყველა მექანიზმი მომხმარებლისთვის. თუ პროდუქტს არ აქვს Z მიკრული ეტიკეტი, ლანგარზე რომელზეც განთავსებული ან დახლზე უნდა იყოს მინიმუმ ალერგენს შეიცავს თუ არა ეს პროდუქტი და წარმოებელი ვინ არის. ანუ იდენტიფიცირება, მიკვლევადობა წარმოებლის ნებისმიერი სიტუაციისთვის, როცა ხდება მოწამლების შემთხვევები და ჯგუფური მოწამლების, აუცილებლად ხდება მოკვლევა თუ სად ვის მიერ და როდის არის წარმოებული, რომელი პარტია იყო პროდუქციის, ესე ვთქვათ, მომწამლელი წყარო, მოწამლის ან მოშხამის და ამ შემთხვევაში მიკვლევადობა არის მნიშვნელოვანი, ამდენად ბაზარზე ვისაც გააქვს პროდუქცია, კეთილი უნდა ინებოს და უნდა დაურთოს დამადასტურებელი ცნობა, რომ მას ამისი უფლება აქვს, რომ ის რეგისტრირებულია, რომ ის დაექვემდებარა სანიტარულ და სხვადასხვა ღონისძიებებს, ვეტერინარულ ღონისძიებებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის სავალდებულო მსგავსი რეგისტრაცია, როცა ოჯახი გლეხური მეურნეობა აწარმოებს პროდუქტს და თვითონ მოიხმარს. მაგრამ როცა ბაზარზე უნდა მას გაიტანოს ეს პროდუქცია და საჯარო მიმოქცევაში გაუშვას, ამ შემთხვევაში მას უჩნდება გარკვეული ვალდებულებები და ეს მნიშვნელოვანი ვალდებულებებია. მალე მივალთ იმ მდგომარეობამდე დაიხვეწება ეს ყველაფერი განსაკუთრებით ჭირს ეს აგრარულ ბაზრებში, ხო ბატონ ჯამბულთავი? აი ზუსტად ამას მოგესწრებებზე ხვალე ინა ვარდასოკო დასაბახ, სკუალებს გიფუჩვა, ნაღდერგეტაში და ცხადია და თან თქვენ გქონდა მსგავსი შემთხვევა, გამოკითხვაც ჩავატარეთ, აღარ დავკონკრეტებით რისთვის, რატომ ცხადია ესედაც, მაგრამ ძალიან ბევრი მომხმარებელზეც არის ბატონები დამოკიდებული, იმიტომ რომ უმეტესობა ამოწმებს მხოლოდ ვადას. და თუნდაც რძის პროდუქტები ძალიან მარტივი შესამჩნევია, არის თუ არა კარგ მდგომარეობაში.
ელემენტარულად ცოტა ისეთი მარტივიანით ვიტყვი, რომ ოდნავ ამობერილიც თუ არის, უკვე არ ვარ გაის. მიუხედავად იმისა, რომ ვადა შეიძლება ქონდეს. ცხადია. ეს ის კი არ უნდა იყოს მომხმარებლის ინტუიცია ან რაღაცა, კი შეიძლება ყველა ვერ იყოს შესაბამისად. ბატონთანგის ეტიკეტს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრულფასოვანი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ანალიზს მე კი ბატონო მოვთხოვთ მოხმარება. ცხადია. და ერთ-ერთ გადაცემაში ხოთა შორის მოვისმინეთ ისტორიული ასპექტებიც, როგორ იცვლებოდა კვების კულტურა, დრო და განმავლობაში და რა გავლენა ქონდა ამაზე ინდუსტრიულ განვითარებას. აი რას ფიქრობთ თქვენ? უბრუნდებოდეთ თუ არა ტრადიციულ მეთოდებს თუ თანამედროვე სტანდარტებს? ვიტყვი რომ ყველა მეთოდი კომბინირებულად არის გამოსაყენებელი და აქეთკენ მიისრაფის სწორედ კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვან როლს დაიკავებს უკვე ტექნოლოგიებში. ლაპარაკია იმაზე, რომ ევროპის ქვეყნები უკვე იყენებენ QR კოდებს, ბლოკჩეინებს, სენსორებს, რათა უფრო სწრაფად განხორციელდეს დაუშვათ დაბინძურების შემთხვევების ამოცნობა. ცხადია, მხოლოდ ტექნოლოგიები ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას, მაგრამ ეს ერთ-ერთი შეუცვლელი ინსტრუმენტი არის და გახდება, რომ გაუადვილდეს მომხმარებელს პროდუქტის ყველა მახასიათებლის ამოცნობა სწრაფად. დიახ, აი ტექნოლოგიები ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია და პასუხი კითხვაზე, აი როგორ დაგვეხმარება ტექნოლოგიები სურსათის უვნებლობის შენარჩუნებაში მომავალში, გაგვეცით ფაქტიურად. რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რაც ტრადიციულ, ესე ვთქვათ, კვებასთან დაკავშირებულ ტრადიციებს უკავშირდებოდა, ეს იდეალური ვარიანტია, როცა საკუთარ გამოზრდილ ქათამს, გოჯს მიირთმევ, ნან საკუთარ მოყვანილ მოსავალს, მაგრამ ამთლად ესე არ არის საქმე, რაც ინდუსტრიულია, ყველაფერი ცუდი და უარგისია, ზოგადად წესი ესეთია, რაც უფრო ნაკლებ გადამუშავებას დაექვემდებარება პროდუქტი, უკეთესია. იმიტომ რომ რაც მეტი შემადგენლობაში ინგრედიენტებში ჩამონათვალი აქვს და მათ შორის საკვებ-დანამატები, ეს ხარისხს სასარგებლოდ არ მეტყველებს. ამიტომ ბუნებრივი სოფელში მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტი უფრო შეიძლება ეკოლოგიური იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმის გარანტიას, აი ზოგ ჩვენთან გონია, რომ დაუშვათ 78%-მა ერთ-ერთ გამოკითხვაში აღნიშნა, რომ სოფლის კვერცხი ჯანსაღია. არ არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ სოფლის კვერცხიც ისევე შეიძლება პათოგენებით იყოს დაბინძურებული, როგორც არასოფლის კვერცხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოჯახო მეურნეობებშიც, სადაც ხშირად უკონტროლოდ ვიყენებთ პესტიციდებს, სასუქებს და ასე შემდეგ, აქაც კონტროლი ყველგან საჭიროა. დიახ, ცხადია. და აი ბოლო კითხვით მინდა ორივე სტუმარს მოგმართოთ. დღეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ძალიან კარგად დაემთხვა შემაჯამებელი გადაცემაც და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინოს ამ მხრივ ამ კუთხით მომხმარებელმა. რას ურჩევდით? და შეიძლება დავასრულოთ. დიახ, ცხადია. დიახ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სურსათის უვნებლობა არ არის რაღაც ერთჯერადი საკითხი, ეს არის უწყვეტი პროცესი, სადაც ყველამ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გაისიკრძეგანოს თავის მოვალეობების შესრულების აუცილებლობა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს გადის ადამიანების ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის და გარემოს ზოგადად უსაფრთხოებაზე და შესაბამისად ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ყველა ვინც ოპერირებს ამ სფეროში, მომხმარებელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სარდი, გაცნობიერებული ცნობიერების ამაღლების პროცესში უნდა იყოს წარმოებლები და ბიზნეს ოპერატორები. კარგი მომხმარებელი არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ მომხმარებელს, რომელსაც რაღაც კარგი გემოვნება აქვს და გემოების გარჩევა შეუძლია. მომთხოვნი უნდა იყოს პასუხისმგებლობის ვექტორის მიმართვა უნდა შეეძლოს სახელმწიფოს მიმართ და ბიზნესის მიმართ. ბიზნესი და განსაკუთრებით მაინც სახელმწიფო, როგორც მთავარი მარეგულირებელი, რომლის პასუხისმგებლობა არის განსაკუთრებული და მაინც სახელმწიფოს კონსტიტუციური მოვალეობაა პირველში ადამიანის უფლებების დაცვა და ამ უფლებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია სწორედ მომხმარებლის უფლებები. მე ბოლოს ვიტყოდი იმას, რომ ჩვენ სპეციალური გადაცემები მივუძღვენით ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ერთიანი ჯანმრთელობა და ფერმიდან ჩანგლამდე პრინციპი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სამყარო უკვე მეცნიერულად დამტკიცდა იმაში, რომ ცხოველთა, მცენარეთა და ადამიანის ჯანმრთელობა ურთიერთდაკავშირებულია და ეს ერთი ჯაჭვია და ასევე თითეული პროცესი წარმოებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირება, შენახვა, გადამუშავება და მისი რეალიზაცია
და მოხმარება არის ერთი უწყვეტი ჯაჭვი და თითოეულ გოლში უნდა ხდებოდეს კონტროლი და უნებლობის უზრუნველყოფა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა ის შედეგი აი ბატონმა თენგომ რაც ბრძანა რომ ეს უწყვეტი პროცესია რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ეს გადაცემებიც იმას ემსახურებოდა რომ ჩვენი ოჯახების ჩვენი პირადი და ჩვენი ახალი თაობის ჩვენი უფროსების ჯანმრთელობა უმჯობესდებოდეს დამტკიცებულია როგორც ადრე ვთქვით წინა გადაცემებში სადღაც მინიმუმ 10 წლით მეტ გახანძლივება სიცოცხლის მხოლოდ კვების სწორი კვებიდან გამომდინარე არის სავსებით შესაძლებელი და ზუსტად ეს ის სხვაობა რაც ჩვენ აქ ცხოვრებ ადამიანებს უფრო განვითარებული ქვეყნებისგან ასე ვთქვათ განგვასხვავებს ისინი ჩვენგან 10 წლით საშუალოდ უფრო მეტ ცოცხლობენ და უფრო ხშირ შემთხვევაში ხარისხიანადაც მე დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილებლად გვექნება. ძალიან დიდი მადლობა ზედ საინტერესო გადაცემისთვის, საუბრისთვის, სამომწორავე პასუხებისთვის და შევაჯამებთ დასკვნა ბოლოს. სურსათის უვნებლობა ყოველს პასუხისგებლობაა. ასეა ნამდვილად და ჩვენი გადაცემის თემაც ეს გავხდათ. შეგახსენებთ სტუმრებს, აებ სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, ეკონომისტი, პროექტის დირექტორი თენგიჯ გუშია და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი ჯამბულ ნაჭყებია გავხდათ. მე სოფია ხუსიშვილი ვარ, მომავალ გადაცემამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და შაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში.